ინტელექტუალური საკუთრების საკითხი ძალიან ბევრ სხვა საკითხსაც უკავშირდება და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ქვაკუთხედი საერთოდ თანამედროვე საზოგადოებისათვის. ეს ევროპულმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა ძალიან დიდი ხანია რაც უკვე შეიმუშავეს და ჩვენ შეიძლება ითქვას ახალ ფეხადგმულები ვართ ამ საკითხში. თავისთავად ძალიან დიდი ბრძოლა არის იმაზე ერთი რომ თვითონ რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი, მაგრამ თვითონ შიგნით დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ უნივერსიტეტები როცა არსებობს, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობაზეც უნდა იყოს ძალიან გამახვილებული ყურადღება და ეს მე მგონი შენაძენი იყო ჩვენი ბოლო ხანების საერთოდ პერიოდისა, რომ უნივერსიტეტების თავისი დამოუკიდებლობა ჰქონდა და ის საჯარო იურიდიული პირის სტატუსით რომ არ უნდა სარგებლობდეს. ხო და აი სულ ახლა ხან სწორედ ეს საკითხი დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის გამომცემლობები, ძალიან მოწინავე გამომცემლობები, როგორიც არის, თქვათ, სულაკაულისა, ქარჩხაძისა, რომლებიც განსაკუთრებით სახელმძღვანელოებზედაც მუშაობენ, აი ამ საკითხში უცებ აღმოჩნდა, რომ რაღაცა უფასოდ უნდა ისე რომ გაურჯელათ, ასე ვთქვათ, და იმ ხალხის საზარალოთ, რომელიც მუშაობდა და თავს აკლავდა და ამაზე, ეს მთლიანად ძალიან დიდი მუშაობა იყო ჩატარებული, მე საქმის კურსში ვარ, მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა ამ საქმიანობაში და ყოველ შემთხვევაში თვალყურს ვადევნებ და გამოდის, რომ ესე იგი რომელიღაცა ისა, თქვათ, სამინისტრო, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო, თავზე იდებს ამ პასუხისმგებლობას, რომ ესე იგი შემდეგ დაურიგოს უფასოდ და ეს არის ესეთი იაფი პოპულარობა, რომელსაც ეთყობა ამითი კმაყოფილდება, თქვათ, გარკვეული უწყება. ეს ყოველგვარ დაუშვებელი არის და მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ამგვარი საკითხები სასამართლოს და საერთაშორისო სასამართლოს განშის საგანიც. რაზედაც იხარჯება ინტელექტუალურისა და საკუთრება იმ ადამიანის არის, მისი გაუპიროვნება ხდება რეალურად და გაუპიროვნებას თითოეული ადამიანისას თუ გადავიტანთ მე უნივერსიტეტებზე, მაშინ მასშტაბი მისი უფრო დიდიც არის და მნიშვნელოვანია და ამიტომ ყოველი უნივერსიტეტი თავის პატივისცემელი უნივერსიტეტი ვალდებული არის, რომ დაიცვას ის უფლება, რომელიც იყო მონაპოვარი. ერთი სიტყვით ეს კერძო საკუთრება და საზოგადოებრივი საერთო საკუთრება, ამისი საკითხი არის ქვაკუთხედი. იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკური, ჩვენ ვიცით, რომ ყველანაირი პოლიტიკური იმას უსათუთ ბერკეტი აქვს, ესე იგი ეკონომიკური ხასიათისა და ამდენად ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, რომ აი ახლა ჩვენ ვითომ მივახციეთ დემოკრატიას ყველაფერს და უცებ ახლა ისე უკან უნდა წავიდეთ. სრულიად ამიტომ უსამართლოდ ვიმაჩნია, თუ იქნება აი ესეთი მცდელობა, რომ ვიღაცის კერძო სამუშაობა და ჩატარებული სამუშაო, ესე იგი იყოს მითვისებული, ესე იგი სრულიად არაადეკვატურად მათ მიერ, ვისაც არაფერი არ გაუკეთებია ამ შემთხვევაში.